საქართველოს მთავრობის კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით დღეიდან 31 დეკემბრამდე 62 მუნიციპალიტეტში და ბაბაკურიანსა და წეროვანში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ქვეყნის მასშტაბით კონცერტები ეტაპობრივად ჩატარდება. დღეს კი საზეიმო დაინთო მთავარი ნაძვისხე ბათუმში, ხულოში, ვანში, შუახევში, წალკასა და ახალციხეში. დღის განმავლობაში საბავშვო და გასართობი აქტივობები მიმდინარეობდა. ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვისხე აინთო დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით სადღესასწაულოდ მორთულ ევროპის მოედანზე საახალწლო სოფელი სამეწარმეო გასტრონომიული სივრცეები, საბავშვო გასართობი აქტივობები და კონცერტები ქალაქის ყოველდღიურობა გახდება. 2026 წლის მოსვლას საშობას კი ქალაქი ბათუმის საზეიმო გალაკონცერტით ადგილობრივებთან ერთად იზეიმებს. ხიარულება, ყველაფერი ძალიან ლამაზია. სალამət ნაძვისხეა. დღეიდან ყოველდღე ბათუმში შესაძლებლობა ექნება ჩვენ ბათუმელს და ჩამოსულ სტუმრებს ეწვიონ ჩვენს გასართობ ღონისძიებებს. დღეიდან დაიწყო ახალი წლის დღეების აღნიშვნა ხულოშიც, სადაც საზეიმო დაინთო მთავარი ნაძვისხე. ცხაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და თემატური ინსტალაციები არ იყო ერთადერთი რამ, რაც ადგილზე სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მსმენელს დავიწყარი საღამო აჩუქეს ქართველმა მომღერლებმა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. ყოველთვის ძალიან საციხარულო, ემოციურად დატვირთულია ეს დღეები და მე ახლა ხულოდან ხულოელებს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს, ბედნიერებას, სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურებ მათ. ღონისძიება იყო მრავალფეროვანი, გათვლილი ყველა ასაკის ადამიანზე, ბავშვებმა ძალიან იხალისეს. 2026 წელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, გამთლიელების და გაძლიერების წელი. ქალაქის მთავარი ნაძვისხე აინთო ახალციხეშიც, თოჯინების თეატრის, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და დრამერების შოუ. ღონისძიება მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამით იყო დატვირთული. საშობაო ბაზრობაზე საახალწლო აქსესუარები და ტკბილეულის გამოფენა გაყიდვა გაიმართა. საღამოს სტუმრების განწყობაზე ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონერიძეებმა ბენდთან ერთად იზრუნეს. ძალიან კარგი წინა საახალწლო განწყობაა ახალციხეში, ასევე აღსანიშნავია ახალციხეს ის ულამაზესი განათება როგორცაა მორთული და ძალიან კარგად ვერთობით. ქალაქის მთავარი ნაძვისხე მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა სხვადასხვა აქტივობები, პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები, ანიმატორები. ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად იზეიმეს მთავარი ნაძვისხის ანთება შუახევში, სადღესასწაულოდ მორთულ მოედანზე მსმენელის განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა ადგილობრივი საბავშვო გუნდების, ანსამბლების და ბენდების მიერ გამართული საახალწლო კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა. ყველგან არის ბედნიერი და ღიმილიანი სახეები. მინდა გისურვოთ, რომ 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერების, წარმატების და ასე რომ ვთქვათ, ყველანაირი სურვილების ასრულების წელი. მექნება საახალწლო ღონისძიებები 26 დეკემბერს დაგეგმილი აქვს მთავარი ღონისძიება, 29-ში კიდე მომდევნო ღონისძიებები და მოკლედ დატვირთული იქნება მომდევნო დღეები საახალწლო, წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჩვეულებისათვის. ახალი წლის დღეების აღნიშვნა დაიწყო წალკაშიც. ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ფოტოზონები, ანიმატორები და თოვლის ბაბუა განსაკუთრებით პატარებს ახალისებდა. ფოიერვერკის ფონზე შექმნეს ჯადოსნური საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა და ბენდებმა. ძალიან კარგ განწყობაზე ვართ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის ეს კონცერტი მოწყობილი. ყველა ძალიან კარგად ვერთობით და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კონცერტები ტარდება წალკის მუნიციპალიტეტში. მთავარი ნაძვისხე საზეიმო დაინთო ვანშიც, ცენტრალურ მოედანზე პატარა სტუმრებისთვის მოწყო ჯადოსნური ქალაქი, სადაც შესაძლებელი იყო სახალისო ექსპერიმენტებში მონაწილეობა. თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. ძალიან ბევრ რეგიონში მოგვიწევს კონცერტის ჩატარება. დღეს ვიყავით ვანში. დიდი მადლობა მსმენელს, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მინდა რომ მოგილოცოთ და მიულოცოთ სრულიად საქართველოს ახალი დამდეგი 2026 წელი. მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობები იყო. თოვლის ბაბუა, რომელმაც სათამაშოები გადაცა ჩვენს პატარებს, ასევე იყო ანიმატორები, იყო სახის მოხატვები და ეხლა მიმდინარეობს კონცერტი. დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.